ჩემს ადგილზე ჩაანაცვლა თავისი მირიენ ოქროპერიდეს უმეთქველიძე თავის ცოლის დაქალი კლასელი ნათია მამალაძე ნოემბერში დავწერე წერილი მინისტრის ხათუნ გოგოლაძის სახელით გავაგზავნით იმ წერილში აღწერილი იყო ყველაფერი ანუ რა როგორ რანაირად ხდებოდა რატომ ხდება ჩემი განთავისუფლება მაგრამ ამ წერილს არანაირი რეაგირება არ მოყოლია. არანაირად არ გვეკონტაქტებოდა, მოსვლის დღიდან თათბირი არ ჩაატარა, რომ ვინ რა პოზიციაზე ვიმყოფებოდით ტაპობრივად, ჩემი ჩათვლით სავარაუდოდ 26-27 ადამიანი გაათავისუფლა. კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში მიზეზი არ დასახელებულა, ანუ კონკურსის შედეგად სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დავინიშნე და ამ ვადის გასვლის შემდგომ გამომიცხადა რომ ჩვენ უნდა დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. მე ესამ სურს შევიტანეს არჩილი სასამართლოში. ჯერ ერთი ბოლო თვეს ადამიანი ახალისების სახით პრემიას არ გაძლევს, თუ შენ ხარ თანამდებობისთვის შეუსაბამო. უშვებდნენ და გძნობდა უკვე რომ და გაეთავისუფლებინათ მითხრა რომ ციცომე თუ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა, ვიცოდა ვერ გადავიტანო. დავიღუპებიო და ასეც მოხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც არჩევნების შემდეგ ბატონი მაჟორიტარი დეპუტატი მოვიდა მცხეთის რაიონში, მან თავის სიძისთვის, შვილის ქმრისთვის გამოძებნა სამსახური, რადგან მეტყევე იყო სიძე და დათო უნდილაშვილი გაათავისუფლეს მცხეთ-თიანეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობიდან და დანიშნა თავისი სიძე ბატონი მირიან ოქროპერიძე. რამდენიმე თვე მოუწია ჩემს მეუღლეს მასთან მუშაობა, მაგრამ ეს იყო რაღაც საშინელი თვეები, აუტანელი. ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა, აიძულებდა ყველანაირად რომ წამოსულიყო. ამ ხნის კაცი 33 წლისაა თუ 32 წლის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აი ამ ასაკის ბიჭს 60 წლის კაცი მდგომარეობიდან გამოყავდა, იმდენად შეურაცხყოფას აყენებდა. ბოლოს ის გააკეთა რომ თურმე ერთი კვირის დანიშნული ყავდა მისი შემცვლელი, ეს ვიღაც კახამწითური და ჩემს მეუღლეს ამუშავდა. ერთი კვირა ამუშავა ჩემი მეუღლე ისე რომ თურმე თავისუფლებული ყავდა და ყავდა დანიშნული ის მწითური. ამაზე სულ გადაერია შეიშალა ჭუიდან ისე დღეში ჩავარდა. რომ წამოვიდა ჩუმად ისე რომ ამას არ გაეგო ოქროპერიძეს, გაიარა გასაუბრება ზედამხედველობის სამსახურში. მალავდა, იმიტომ რომ იცოდა, ეშინოდა, რომ იქაც გამიფუჭებენ საქმესო. დაიწყო მალევე ერთ კვირაში თუ 10 დღეში დაიწყო მუშაობა, მაგრამ იმ შეურაცხყოფას, იმ უსამართლობას, რაც იქ გადაიტანა, ვერაფრით ვერ ივიწყებდა და ვერ ეგუებოდა. საშინლად გრძნობდა თავს და ერთ დილითაც მისცა გულის შეტევა და 1 საათში გარდაიცვალა.